2 სექტემბერს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გადავინაცვლეთ ოპერის მიმართულებით, რა დროსაც შევეწარით დავით გუნაშვილის დაკავებას და გადავირბინე გზაზე, როდესაც დავინახე, რომ დავით გუნაშვილის მანქანის ჩატენვის დროს უტყამდნენ ასევე ხელებსაც და ფეხებსაც და როდესაც მოუწოდე პოლიციას, რომ დაეკავებინათ ადამიანურ პირობებში და არ დაერტყათ მისთვის ხელი. რა დროსაც შემოვიდა რეზი ჯინჭარაძე ჩემთან პოლემიკაში და მითხრა, რომ ვინმის უტყავდა ხელებს, ეს კიდე საკითხავი იყო, მიყვიროდა და მეუბნებოდა, რომ გზიდან გადავსულიყავ, იმის როცა გზაზე არც კი ვიდექი. მე გამიზნულად გადავედი უკვე გზაზე, ბასლაინზე ვიდექი და ისევ მიყვიროდა რეზი ჯინჭარაძე, რომ გადავსულიყავი გზიდან. როდესაც უთხარი, რომ გადავდიოდი, ტრიალდებოდი ტროტუარისკენ, უკვე როდესაც გოგა მემანიშვილმა და დავით მამულაშვილმა მომკიდეს ხელი და მან წამოწიეს მანქანისკენ, რა დროსაც ეს ინციდენტი მოხდა უშუალოდ. მაქვს დალურჯებები ხელებზე, ორივე მხარეს და დამაკავეს უსაფუძვლოდ და ერთადერთი ეს სასაცილო ფაქტი იყო, რომ მივყავდი გოგა მემანიშვილს ვეკითხებოდი, რატომ აკავებ თქო და მეუბნებოდა, რომ ტელევიზიაში ბევრს კლიკინებ. ეს იყო ჩემი დაკავების მიზეზი, მე დავებიან 173 და 176 მუხლებს.